ბოლომდე ვერ ავაწყოთ ეს სისტემა ისე როგორც არის საჭირო, ბოლომდე ზოგ მუნიციპალიტეტებში ვერ გროვდება წარმოშობილი ნარჩენი წყაროსთან, შესაბამისად სეპარირება ჩვენ დაწყებული არ აგვაქვს და მდინარეებში არის დაგროვილი დიდი რაოდენობის ნარჩენი. მათ შორის, რა თქმა უნდა, სამედიცინო გვხვდება, განსაკუთრებით მოსახლედან გვხვდება სამედიცინო, იმიტომ რომ თვითონ სამედიცინო დაწესებულებები ახერხებენ სპეციალიზირებულად შეგროვებას და გაკეთებას, მაგრამ რაც ეხება მოსახლეობაში, რომ ჩვენ ძალიან დიდი მოყვარულები ვართ წამლების და სამედიცინო ნივთების, ვადაგაზდის მათ და შესაბამისად მიდის ნაგავს სახელზე, რაც არის საკმაოდ სერიოზული პრობლემა და მე ვიტყოდი, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები მოყვარულები არიან, ასე ვთქვათ, მედიკამენტების მიღებაში, ჩვენ სამწუხაროდ იმის მოწმეებიც ვიყავით, რომ არაერთი ლეში ჩაუგდიათ მდინარეში და ეს მოყვება მდინარეს და ეს პრობლემატური თემა არის. აუცილებლად მინდა თქვა ნარჩენების დაბინძურებაზე, იმიტომ რომ ბოლოს ეს ყველაფერი ზღვაში ხდება. შეიძლება ვერ ხედავთ როგორ მყით მდინარეში, მაგრამ ჩემზე ესეთი შთამბეჭდავი წარმოდგენა იქონია, როცა გუმათის ხესზე დავინახე რა დღეში არიან თვითონ ხესის მესვეურები, რომ რა უყონ ამდენ ნაგავს. იმიტომ რომ ეს ეჭედება ხესში უზიაროდ მათ არ აწყობთ ეს არანაირად. ისინი ჩვენი მომხრეები არიან, მაგხურიც გარემოს დამცველებს ვამბობ, რომ თუ პლასტიკის ბოთლები არ ჩამოვა და გუმათის მაღლა რა გვაქვს, მე მგონი დასახლებული პუნქტი წარმოვიდგინეთ. წარმოუდგენელი რაოდენობა პლასტიკის, რომელიც ხანდახან ერთი თვე უწევთ გაჩერება, ყინვაში მუშაობენ ხელით, იმიტომ რომ ავტომატიზირებული არ არის ამის შეკრება. კითხეთ ერთი ამ მუშებს რამდენად აწყობთ და სხვა შორის ენერგოპრო ჯორჯიამ სასწავლო ტურითაც კი წაიყვანა ჩვენი ქუთაისელი პროფესორები, რომ ეჩვენებინა და ახტაცებულები ჩამოვიდნენ, იმიტომ რომ ჩეხეთში ნახეს ავტომატურად როგორ ხდება ამოღება ამ ნარჩენების, ეს მაინც გავაკეთოთ და იქნება ეს ნარჩენები ნაგავსაყრელზე გადავიტანოთ და არა გადაუშვათ უკან მდინარეში, იმიტომ რომ სხვა გზა დღეს არ აქვს, უშვებენ მდინარეში. ანუ თუ კი გვინდა პლასტიკის შეკრება, მაგაზე კარგი ადგილი შესაკრები უბრალოდ არ არის. გუმათი 1 და 2. მართალია, სუფსის მიდამოებში გააკეთეს ბადეები, რომელსაც კარგად უვლიდნენ, ეს მყარი ნარჩენების სამსახურს ჰქონდა გაკეთებული, საკმაოდ საინტერესოდ, რომ ზღვაში არ შესულიყო ამდენი რაოდენობის ნარჩენი. და იმედია, რომ ეს ქსელი ჩვენ უნდა გავზარდოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ზღვაში ზუსტად დინარეებიდან შედის დიდი ნაგავი და ჩვენ მოწმეები ვიყავით ბათუმშიც რაც მოხდა, ხო, წელს. იმ ხეებთან ერთად ჩამოვიდა ბევრი ნაგავი მდინარეებში დაგროვილი. ასე რომ ეს საკმაოდ სერიოზული ინდიკატორია, რა თქმა უნდა, და ამას სჭირდება ძალიან სერიოზული მუშაობა. მის აღარ დაგვრჩა სუფთა მდინარე, რასაც ქვია, სუფთა ნაგავი რო არ იყოს ჩახრე.